საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების გაფიცვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით დაწყებულ პროტესტს ბათუმში დილიდან შეუერთდნენ. სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულები შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ხელფასის მომატებას და ეგრეთ წოდებული მე-13 ხელფასის დანიშვნას მოითხოვენ. საპროტესტო აქციაზე რკინიგზის თანამშრომლები გამოვიდნენ, რომლებიც ამავე დროს პროფკავშირების წევრები არიან. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, იმ შემთხვევაში თუ მათ მოთხოვნებს საქართველოს რკინიგზა არ გაითვალისწინებს, საპროტესტო აქციებს განაგრძობენ. საქართველოს რკინიგზის თანამშრომელთა პროტესტს სტუდენტური მოძრაობა ალტერნატივა შეუერთდა. საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ გაფიცვის მიუხედავად სარკინიგზო მიმოსვლა არ შეფერხებულა. საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ თანამშრომელთა 9 პუნქტიანი მოთხოვნებიდან უმეტესი ნაწილი უკვე შესრულებულია. ერთი საკითხი კი სასამართლოს გზით არის გადასაჭრელი. რკინიგზის ადმინისტრაცია დამატებით მოლაპარაკებებზე წასვლას არ გეგმავს. ხელფასების მომატებას ვითხოვთ. ყველაფერი გაძვირდა ამ ქვეყანაში და ხელფასები იგივე რო რჩება ჩვენთან. არ ითვალისწინებენ ამას და იმიტომ გამოვედით გარეთ. მათი უმთავრესი მოთხოვნა, ელემენტარული მოთხოვნა, რომელიც ადამიანს ჭირდება, ეს არის ხელფასები, ეს არის ზეგანაკვეთური მუშაობისათვის ანაზღაურება. ერთი სიტყვით ღირსეულ შრომის ანაზღაურებას ითხოვენ ეს ადამიანები და ჩვენ აუცილებლად მხარი უნდა დაუჭიროთ. სტუდენტური მოძრაობა ალტერნატივა ბათუმში უერთდება მუშათა გაფიცვას, რომელიც ერთად მათი უფლებების დაცვისაკენ არის ორიენტირებული და რომელიც ითვალისწინებს ელემენტარულად მათი ეკონომიკური მდგომარეობის ოდნავ შემსუბუქებას მაინც და სოლიდარობის კუთვნიშნით ხვალიდან უკვე სტუდენტების გარკვეული ნაწილი შემოუერთდება მუშებს და გამოუცხადებს სოლიდარობას. აბსოლუტურად ყველა დანაყოფი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. სამუშაო პირობების გაუმჯობესების კუთხით 10 ჯერ არის გაზრდილი ბიუჯეტი და ძალიან ბევრი რამ კეთდება ამ კუთხით. სახელმწიფო ფონდი 99 მილიონიდან 147 მილიონამდე გავზარდეთ, ისე რომ მენეჯმენტის ხელფასი არ მომატებია და არც პრემია არასოდეს არავის არ აუღია, ეს ფული მთლიანად მიდის ქვედა რგოლზე. 9 პუნქტიანი მოლაპარაკების რაც წარადგინეს 9-დან 7-ზე მიღწეულია შეთანხმება და ეხლა 2 დათმონ ეხლა ჩვენ 7-ზე მივახციეთ შეთანხმება.